ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი პროგრამა ტრამპის ანგარიშები ამოქმედება. პროგრამის გახსნის საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში უმასპინძლა. პროგრამის ფარგლებში შეერთებულ შტატებში ყველა ახალ შობილს 1000 ამერიკული დოლარი დაერიცხება იმ პირობით, რომ მათი მშობლები ანგარიშს საფონდო ბირჟაზე გახსნიან. დაგროვებული თანხის აღება კი მათ 18 წლის ასაკში შეეძლებათ. ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელსაც პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პროგრამა ახალგაზრდა ამერიკელებს შესაძლებლობას მისცემს ზრდასრულ ასაკში ცხოვრება მშვიდად და სტაბილურად დაიწყონ. პირველად ისტორიაში ყველა ახალშობილ ამერიკელ ბავშვს მომავალში ფინანსური და ცხოვრებისეული წინსვლის სამართლიან შანსს მივცემთ. მათ შეეძლებათ აისრულონ ამერიკული ოცნება, რომელზეც ხალხი აღარ საუბრობს. ყოველ შემთხვევაში ბოლო 4 წელია. პირად ანგარიშებზე დაირიცხება საწყისი თანხა 1000 ამერიკული დოლარი. ეს შენატანი მათი ცხოვრების განმავლობაში გაიზრდება და შეიძლება ძალიან მნიშვნელოვან ნიშნულამდეც კი ავიდეს. მშობლებს, დამსაქმებლებს, ეკლესიებს, შტატებსა და ახლობლებს ასევე შეეძლებათ ამ ანგარიშებზე დამატებით $5000 თანხის შეტანა. ოდნავ უფრო დიდი შენატანის მეშვეობით იმ დროისთვის, როცა ბავშვი 18 წლის გახდება, ტრამპის ანგარიშის მოცულობა მინიმუმ $50,000 უნდა მიაღწიოს, შესაძლოა გაცილებით მეტიც კი იყოს. ოდნავ უფრო დიდი შენატანით უფრო მეტ თანხას მივიღებთ, $100,000, $200,000. თითოეული ბავშვისთვის შეიძლება გაიზარდოს $300,000-მდეც კი. ფიქრობთ, რომ საშუალოდ $200,000-300,000 ფარგლებში იქნება. ტრამპის ანგარიშებში ინვესტიციის ჩადება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. პროგრამას შეუერთდნენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიები და ცნობილი ადამიანებიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელმა მუსიკოსმა და რეპერმა ნიკი მინაჟმა პროგრამაში ასობით $1000 ინვესტიცია ჩადო. პრეზიდენტმა რეპერს პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სცენაზე მოიწვია. ალბათ მე პრეზიდენტის ნომერ პირველი გულშემატკივარი ვარ და ეს არ შეიცვლება. სიძულვილი ან ის, რასაც ხალხი ამბობს, საერთოდ არ მოქმედებს ჩემზე. სინამდვილეში ეს მაძლევს мотивაციას, რომ მას უფრო მეტად დაუჭირო მხარი. და ეს ყველას мотивაციას მოგცემს, რომ მას უფრო მეტად დაუჭიროთ მხარი. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩეს მისი დაშინებისა და ცილის წამების კამპანიის გამო. ეს არ იმუშავებს. ის ძალიან ძლიერია და მას ღმერთი იცავს. პროგრამის ავტორების თქმით, ტრამპის ანგარიშების მიზანია დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვები მომავალში მატერიალურად უზრუნველყოფილი იყვნენ.